ჩემ შვილებთან ყოველთვის გულახდელი ვიყავი. თუ სახელს თავიანთ სახელს არ გაუფრთხილდება მამა, ის შვილისთვის ფეხს წამოსაქრავი ქვა იქნება ცხოვრებაში. სახელი მამის სახელზე შვილმა არ უნდა იბორძიკოს. ეს ისე წმიდა რაღაცა მქონდა გულში ჩადებული, რომ სულ მიდოდა ბავშვისთვის გულწრფად მეთქვა რა არის, რაშია საქმე, რომ დაენახა ჩემი სიმართლე და არ დაეჯერებინათ ზოგიერთი რამისთვის, რა. აი ასე ვიზრდებოდით ოჯახში და როცა გაიზარდა ჩემი ბიჭი პაატა, ახლა ჩავფიქრეთ, მალე დაბადების დღე ექნება და რაღაცა პასპორტი უნდა ვაჩუქოთ ეს უკვე 16 სახდებოდა 17. ხო და აბა რა და ბებიამ სამართებელი უყიდა ელექტროსაპარსი. მიგდე დავჯიგდე დავწერე აღსარებაში დაუწერე შვილს. აი როგორ გზრდიდით დაბადებიდან და როგორ მოდით აქამდე. იქ შეგვეშალა, იქ არ გამოგვივიდა, იქ მგონი კარგად იყო და სხვაგვარი და აი ამას მივახციეთ შენში. თუ რამე ვერ გავაკეთეთ, გვაპატიე და თუ შეგიძლია ჩვენი შეცდომები გამოასწორე. გამოასწორა? გამოასწორა კი. გამოასწორა, იცით რა არის? კარგი აღზრდა ოჯახში. არა, ორი რამით ხდება. ესე იგი ერთი მშობლების კვალი. რო კვალს უნდა გახვე და კვალი უნდა კარგი იყოს, ხო? ნათელი უნდა იყოს. და მეორე, აღზრდა უნდა გადაიზარდოს თვით აღზრდაში. აი ამას ჩავაგონებთ, რომ ჩვენ კი ხო, მაგრამ შენით. არა? მიაღწიე, გააკეთე და ყოველთვის ბედნიერები ვიყავით, როცა რამე აღწევდა. აი ეს მოხდა ჩემ შვილებში, ერთშიც და მეორეშიც. ძალიან ბევრი ჩვენი შეცდომა გამოასწორეს.